და აგრძელებს. სიტყვითა რომელთა გეტყვით თქვენ თავით ჩემით არა გეტყვი, არამედ მამაი ჩემი, რომელიც ჩემთან არის, იგი იქ საქმეს აქვს. ნახეთ, სიტყვა და საქმე როგორ სინონიმებად აქვს. უფალი ეუბნება, რომ მე და მამა ერთად ვართ, რა? მამა ჩემთან არის, მე მამასთან ვარ. და მე სიტყვას, ამ სიტყვას, რომელსაც ეუბნება ფილიპეს და ყველას ის ჩვენ გვიწერია წმინდა წერილში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, უფალს გაცილებით მეტი აქვს ნალაპარაკები მოციქულებთან 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი განაკლისის გარეშე მე ვარ 100%-იანი დარწმუნებული, იმიტომ რომ შეუძლებელია უფალს ისეთი რამე ეთქვა, რომელიც ჩემ ცხონებას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა და მოციქულებს არ ჩაეწერათ და ჩაწერილი კიდე დაკარგულიყო. აუცილებლად ყველაფერი გვეცოდინებოდა ჩვენ და ვიცით კიდევაც რაც საჭიროა. ამით რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და ის ყოვლის შემძლეა, ყოვლადძლიერია და ამიტომ არც ერთ სიტყვას არ დაკარგავდა, რომელიც მე მჭირდებოდა. და რომელიც მე არ მჭირდებოდა, მაინდა-მაინც ახლა უამრავ რამე სიტყვა და უფალი თავისთავად ცხადია. და აი სიტყვათა რომელთა გეტყვით თქვენ, თავით ჩემით არად გეტყვით. ანუ უნდა მიცნო, არ იცი რომ მე და მამა ერთად ვართ? მე რო სიტყვას გეუბნები, ეს ჩემი შენ ადამიანს ხედავ ჩემში, ეს ადამიანური სიტყვა კი არ არის, ამას ნიშნავს ეს, ჩემი თავით კი არ გეტყვით. ანუ ადამიანური სიტყვა კი არ არის, არამედ მამა ჩემი, რომელიც ჩემთან არის, ანუ ღმერთის სიტყვა, ის რომელიც არის ჩემთან და იგი ამბობს კი არ ამბობს. სიტყვას რომელსაც მე გეუბნები, მამა კი არ ამბობს. სიტყვას რომელსაც გეუბნები, მამა რომელიც ჩემთან არის, იგი იქმს საქმესა. სიტყვა და საქმე არის სინონიმები. ხვდებით რას ნიშნავს ეს? რომ ღმერთის სიტყვა და საქმე ეს ერთ და იგივეა. თან ხო ეს ჩვენი სიტყვა და საქმე არ არის ერთ და იგივე. თორე ღმერთის სიტყვა და საქმე ერთ და იგივეა. იმ დიად საქმეშიც კი იქმნა ნათელი და იქმნა ნათელი და ანუ მისი სიტყვა ეს შემოქმედებით ენერგიას ფლობს უზარმაზარს, ხო? აი ესა. ამიტომ ჩვენ რო გვაინტერესებდეს რა არის ღვთის საქმეები, ხო? საქმეები და რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, აი სახარებაში ყველაფერი გვაქვს.